მოგესალმებით. დღეს მოგიტანეთ უმარტივესი ბლინების რეცეპტი. მანამდე კი გამოიწერეთ შინაურულის არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. პირველ რიგში 4 კვერცხს დავამატოთ 1/2 ჩაის კოზი მარილი და 100 გრამი შაქარი. აქვე დავამატოთ 1 ვანილიც და კარგად ავურიოთ. როცა შაქარი კარგად გაიხსნება, დავამატოთ 1 ლიტრი რძე, თუმცა შეგიძლიათ 1/2 ლიტრი რძისა და 1/2 ლიტრი წყლის ნაზავიც ჩაანაცვლოთ. როცა რძესაც კარგად ამოვურებთ, დავამატოთ 300 გრამი ფქვილი და კარგად ავურიოთ ფქვილის სრულ გახსნამდე. როცა ფქვილიც კარგად გაიხსნება, დავამატოთ 3 სუფრის კოზის ზეთი და უბრალოდ ხელისათქვაფელათი კარგად ავურიოთ და ჩვენი უგემრიელესი და უმარტივესი სწრაფი ბლინების ცომიც მზად არის, რომელიც 15-20 წუთი გავაჩეროთ, ხოლო შემდეგ კარგად გახურებულ ტაფაზე გამოვაცხოთ თხელი და უგემრიელესი ბლინები. ცხობის დაწყებამდე ტაფა კარგად გავახუროთ. შეგიძლიათ ოდნავ ზეთი წაუსვათ პირველი ბლინების გამოცხობისას. შემდეგ დავასხათ ცომი და წრიული ტაფის მოძრაობით თხლად გადავანაწილოთ და გამოვაცხოთ ორივე მხარეს. გამომცხვარი ბლინები ერთმანეთს დავადოთ და ასე უფრო რბილი და გემრიელი მისათმევია. ეს ბლინები წამებში ცხვება და აუცილებლად ისიც გაითვალისწინეთ, რომ შინაურულზე არის ბლინების, ფანქეიქების, ოლადების რეცეპტების მთელი ალბომი. ასევე არის სამარხო ოლადების და სამარხო ბლინების რეცეპტებიც. ეს ბლინები შეგიძლიათ ნებისმიერი გულსართით მიირთვათ, უხდება არაჟანს, ასევე ნებისმიერ კრემს, ნუთელას, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებულად მიყვარს შოლოს მურაბასთან ერთად, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულზე. დღეს ამით გემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.